ეს მეორე სკოლის შენობა, რომელიც ასევე გაყიდვაშია ქალაქის მიერ, მიახლოებით 6500 კვადრატული მეტრი სივრცე, 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოდის ამ სკოლასთან ერთად და იყიდება 650,000-ად. ეს შენობა უფრო ახალი შენობაა, ბევრად უკეთესი შენობა და ბევრად უფრო მკვიდრო ადგილმდებარეობა არის აქ და აქ უფრო პრესტიჟული კონდომინიუმების გაკეთება შეიძლება. ლამაზი შენობა არის თვითონ, ბევრი სივრცე, განცდა აქვს ადამიანს, რომ სადღაც პარკში იმყოფება და მართალი გითხრათ, განცდა არ არის მხოლოდ, მართლაც პარკში იმყოფება. შენობის უკან არის 20 ჰექტარი. საკმაოდ მთაგორიანი ადგილია. ეს შენობის უკანა მხარე, აქაც საკმარისი სივრცე არის და აქ არის სტადიონი, სადაც შეიძლება კიდევ ერთი შენობა ჩაიდგას. შეიძლება ორი შენობაც დამატებითი შესაძლებლობები არის ნამდვილად განუსაზღვრელი. აქ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. საინტერესო რამის განხორციელება. ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათად მიეცემა ხოლმე ადამიანს ცხოვრებაში. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ეს ყველაფერი წარმოიდგინონ, თუ რამდენად მაგარი რამის განხორციელება შეიძლება, ისინი ალბათ აუცილებლად ჩაებღაუჭებიან ამ შესაძლებლობას და არ გაუშვებენ ხელიდან აი ამ განუმეორებელ შანსს. გასაგებია, რომ ადამიანმა მილიონები უნდა დახარჯოს, ვიდრე მილიონებს ამოიღებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ შეძენაში ძალიან მიზერული თანხა უნდა დახარჯოს, ეს უკვე ძალიან დიდი პლუსია. ასე გამოიყურება უკანა მხრიდან. ძალიან მყუდრო განლაგება არის. უკვე წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გარდაქმნა. მოგება შეძენაში კეთდება.